მივესალმები რუსთავიორის ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი რადიო ქალაქის მსმენელს შუადღე პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა ჩვენ კლავ 4 ვართ დღეს, ანუ ლიკა ევგენიძე, არტის სოლოღაშვილი, ძიმა ობოლაძე და მე და მარე დვალიშვილი. სამშაბათის თანაწამყვანი თიკა ფაცაცია. გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს არის სამშაბათი და შესაბამისად არაჩვეულებრივ ხასიათად გამოდო. შუადღეს მეც გავატარებ თქვენთან ერთად. მე ის გადამჭერია. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. აბა მართლა პოსტის კითხვარი. ეს გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ჟურნალებისთვის ყველაზე სასურველი და საინტერესო კითხვარი ინტერვიუსთვის და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს გაცემული ერთადერთ მინისტრს, რომელიც დღეს გვეყოლება სტუმრად შუადღის პირდაპირ ეთერში და ეს გახლავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი ნიკოლოზ რურო. ჩვენ ხა ლოგიკური რომ გადავხედეთ ხო პრუსტის კითხვას 26 კითხვისგან შედგება თუ არ ვცდები? 26 კითხვისგან შედგება თითქმის ერთი შეხედვით ძალიან ესეთი მარტივი კითხვები არაფერი ისეთი მაგრამ ხო თითქოს თუმცა ამ კითხვას როგორც ჩანს ძალიან კარგად შეუძლია რესპონდენტის გახსნა. რესპონდენტი მაქვს წაკითხული ანუ ეს ინტერვიუები თუ რა ქვია ეს კითხვარი და ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ძალიან იხსნება ადამიანი და ზოგი ძალიან კარგ კითხვას აქვს ხოლმე. მე უბრალოდ არ ვიცი რა მაინტერესებს, ცი დრო აქვს რომ მოიფიქროს თუ არა თუ იქვე ხდება, იმიტომ რომ იქვე კიდევ უფრო რაღაც ძალიან აპრობირებული ფორმა არის, აი ბევრი ჟურნალისტი ამას იყენებს ინტერვიუებისთვის, იმიტომ რომ ისეთი კითხვებია, სადაც შეგიძლია მე ჩაუღრმავდეთ. ამიტომაც არის ეს ერთი ისიც დავძინო აქვე, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა თბილისი აუთში ამ ჟურნალში ბატონ ნიკა რუასთან და ალბათ დღეს გვექნება საშუალება ეს მოკლე პასუხები მისცი, უფრო განმავრცოთ, უფრო ცვლად მოვისმინეთ. ეხლა ვიდრე ბატონი ნიკა შემოვა ჩვენთან სტუდიაში და უპასუხებს ამ კითხვებს, თუ გავაცოს თუ არა ეს მისი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა. თქვენ მინდა კითხოთ მე რაღაცეები ამ ტიმა უშინოთ მეყურებთ რა გინდა. ვაიმე დავიწყოთ, აი მაგალითად ერთ კითხვას ამოვარჩევდი, პირველი კითხვი დავიწყოთ. რა არის თქვენთვის იდეალური ბედნიერება? დიდი ბარბარე, აბა. იცი რა შენ კაშალი გეხვეწები. არ ვიცი. შენ რო იცი ხოლმე რთული არის, მინდა გითხრათ რომ ძალიან რთულია. იცი რა ბედნიერება არის ჩემთვის ძალიან წამიერი შეგრძნება. აი, როცა აი ამ გრძნობ რომ უცებ და ეს ხანდახან შეიძლება კარგმა ამინდმა, ან ბავშვის რაღაც ფრაზამ, ან რაღაცა სპექტაკლზე რაღაცა ეს წამიერი შეგრძნება, იმიტომ რომ მუდმივი ბედნიერება და ჩვენ რა ბედნიერები ვართ, ეს არ არის. ეს არის აი წამიერი განუმეორებელი შეგრძნება. არა, ეხლა გულახდილად ვფიქრობ გავიხსენო ის წამიერი შეგრძნება რომ დავკონკრეტდე, მაგრამ ეს არის წამიერი. ბაიკოს ვეთანხმები, უბრალოდ რა ვიცი, მე ვთქვი ხოლმე რომ ეს წამი ცოტა გავზარდო რა ხანდახან აი მთელი დღე მიწევს ესე ყოფნა ან ნახევარი დღე მაინც რომ აი რაღაცა მოხდება ან რა ისეთ განწყობაზე გავიღოთ რომ აი რაღაც ბევრი პრობლემები არის მაგრამ დახუნძულული ვარ ესე იგი აი ამ ბედნიერები გაჟღენთილი ვარ აი ესე ვიღწე და რაღაც პერიოდი ეს სადამდეც ყოფნის მავიწყდება და მავიწყებს ყველანაირ პრობლემას და ანუ მე ვერ მატერიალურს ვერაფერს დაგისახელებ აი რის გამო შეიძლება ბედნიერი იყო იმიტომ რომ აი ალბათ მატერიალური ჩემთვის უკვე წამიერი იქნებოდა და როცა შინაგანად ხარ ბედნიერი ალბათ ის უფრო რაღაცა ისეთ სერიოზული პასუხი სამეულოდი. ჩემთვის მაგალითად ცოტა შიშიც დაძდებს ხოლმე. აი არ ვიცი. იმდენად ძვირფასია რომ გეშინია. ძვირფასი ჯერ ძალიან ბევრ ამას მოიცავს ბედნიერება, ანუ ესე კონკრეტულად რთული არის. საერთოდ სხვადასხვა რაც დრო გადის, ჩემთვის ჯანმრთელობა ხდება ყველაზე მთავარი. საერთოდ ხდები რომ ადამიანი რო ხარ ჯანმრთელი და შინ გარშემო რო ყველა ჯანმრთელი ეს არის პირველი. რომ აი მართლა პირველი არის. აი ამაზე იქეთ მე არ ვიცი. ჩემთვის პირადად ესე. აბა, ალბათ. იცი რა არის, მართლა იმდენად წამებს მოიცავს ეს რაღაც ბედნიერება და არის ძალიან არ ვიცი, ამდენად ხშირად გრძნობს ადამიანი ბედნიერად თავს. უბრალოდ რაღაც სულიერი აღმაფრენა და ალბათ უცებ კმაყოფილება იმ მომენტით, რაც არის. ალბათ უცებ ეს ბედნიერების აი, მოკლედ დავამატე. კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვათ. კიდევ არის რომ რაღაცა ცხოვრობ, რაღაცა პერიოდი არის, რაღაცა ამბავი არის, სადაც ხარ ჩვეულებრივად და როცა იხსენებ, მე რეკწყდება გული რომ თურმე რა ბედნიერი ვიყავი და არ ვიცოდი. არა, გავცემ, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება არის რომ ჩემ გარშემო, ჩემი საყვარელი ხალხი არის ჯანმრთელად რა. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. თუმცა შემიძლია კიდე რაღაცა მოვამატო რაღაცები და ისიც თქვა რომ ადამიანზეც არის დამოკიდებული შესადა როგორ იგრძნობ თავს. და შეგეძლოს განახვა იმ მომენტში, როდესაც ხარ დაფასება და ძალიან რთულია ეს იმიტომ თვალები დახუჭეთ და დაუფიქრეთ რომ ყველა თქვენ გარშემო ყოველთვის რომ სულ ჯანმრთელია და ბედნიერი, მაგას დიდი ბედნიერება რა. ანუ ეხლა შეიძლება ითქვას რომ ამ მომენტში ხუთივე ჩვენგანი ვართ უბედნიერესები, ხო? ესე გამოდის. ესე იგი მე მარსელი დამეძახეთ ძალიან. ერთი კითხვა მინდა კიდე რა თუნდა მოვასწრო. ხასიათს რომელი თვისება არ მოგწონთ
სქვეში ყველაზე მეტად კრიტიკა შენდა. აი მე ჩემი დაიწყე პირდაპირ. აი ეს მინდოდა მე ესე გადავწყვი. როგორ კარგად ხდება მაყურებელი ხერხს დადგმული არ არის? ძალიან ბევრი თვისება ისეთი რომელიც შეიძლება გამოიყოს, მაგრამ ალბათ არასწორი სიჯეტი, ანუ იქ სადაც არ არის საჭირო ალბათ ეს. ჯიუტი ხარ? მეც ხო, ანუ არასაჭირო შემთხვევაში. ხო, აი დაშუაში იყო, აი რატო ვქენი, აი ძველი ანალიზი. ეს ხო მე სხვათა შორის ის მაგ ხოლმე ფიცხი ვარ ძალიან და შეიძლება რაღაც ჩემის გურია. გურია. ეხლა მე რო ჩემამდე როდის მოვიწევი ხოლმე და მე ხვდები რომ რაღაცა უნდა ჩავაქრო ჩემი თავი. ამ შემთხვევაში მოვდივარ მანდეთ რა. აი ძალიან ახლოს ვარ თქვენთან, იმიტომ რომ ხშირად ჩემი კუთხე მიშლის ხელს ის რომ ვარ ქართველი და ტეტია ვარ და ხშირად ისეთ რაღაცას ვიტყვი და იმდენად პირდაპირ ვარ რომ მე ნანოფხობი ამაზე რომ შეიძლებოდა ეს ისე გამეკეთებინა რომ არც არავისკენ უდაგული და არც მე ამაზე მენერვიულა, მაგრამ ხანდახან მიწევს იმის თქმა, რასაც ვფიქრობ და მე ძალიან მცხენია, მაგრამ უნდა ვთქვა ბოლომდე რაღაცნაირად პატიება არ შემიძლია ხოლმე. არანაირად, მაგრამ აი შიგნით მაინც მრჩება ხოლმე რაღაც. ანუ ბოლომდე რომ ადამიანს ვაპატიო, ძალიან მიჭირს ხოლმე და ძალიან მცხენია ამის. უკეთ აღიარებები რაღაცა რჩება. გაიკო, ეხლა მომიცხმინეთ. ეხლა კი ჩვენ უკვე მზად ვართ, ეს კითხვები და მასალები, ბიჭო, ეხლა აღარ არის დრო. ეხლა მაგას მე ვიტყვი, კაი. კი ვიტყვი, მოგწე. ეხლა კი მზად ვართ ჩვენ უკვე რომ ეს შეკითხვები ნიკოლოზ რურას დაუსვათ შუადღეს პირდაპირ ეთერში. მივესალმოთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, გთხოვთ, ბატონო ნიკა მოგზადეთ. გამარჯობა. სულ დამაგვიანდა უკაცა. ჩოს შენურად გამოვიყენეთ ეს კი, ნამდვილად ორი კითხვა უბრალოდ მე დავუსვათ ეს გადადვილი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ძალიან თქვენი ადგილი დაწონდა სავარძელში. საპატიო სავარძელში. ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში მოგეხადებით რომ თქვენს ფულ გრაფიკში გამონახეთ რომ შუადღეს წვეოდით. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ თუ აი როგორ წარგვება მართა დღევანდელი ინტერვიუ და აი ამ კვლევაში ჩვენ მივაგენით იმ კითხვას მარსელ პრუსტის კითხვას რომელსაც თქვენ გაეცით პასუხები და ამაზე უკეთეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიფიქრებდით ლაკონური ეს ალბათ თბილისი აუთიდან ხო? თბილისი აუთიდან თან როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კარგად ხსნის რესპონდენტს იმიტომ ჩვენს რაღაცა მოვედით ძალიან ისეთ საკუთარ თავზე საუბრის ასარება მოვა ცნობილი ტესტია რომელიც გამოიყენება ბევრ ისეთ გამოცემაში დაიწყო თვითონ ამ კაცმა, წერალმა, მარსელ პრუსტმა მოიგონა და მე დღეს მაგალითად იყენებს Vanity Fair არის ეგეთი ჟურნალი, გაგიგიათ, ყოველ ნომერში არის ვიღაც სტუმართან ეს გამოკითხვა და მე გამოდის ხოლმე თვითონ ამ გამოკითხვების კრებული, რომელიც უკვე ცალკე წიგნია და ძალიან საინტერესო რამეა. ანუ ეს კითხვები არ იცვლება, ხო? სულიერტირება შეიძლება შეცვალოთ ცოტა. კი, იცლება, როგორ არა. შეიძლება, ნუ არიდებს რა, ხან ესეთი, ძირითადად ეს არის. დავიწყო ამ კითხვას. ოღონდ ცოტა უფრო ვრცელი პასუხები, იმიტომ რომ იცის მოკლე ჩვენ უფრო გაგვიჭირდა მოკლე პასუხების გაცემა. პირი რო დავაღეთ აღარ დავიწყოთ, კითხულობთ კითხვა პასუხს თქვენსავე, მაგრამ შემდეგ უფრო ვრცელი პასუხი გვაქვს. როგორც გინდათ. კარგი. პირველ კითხვაზე, რა არის თქვენთვის იდეალური ბედნიერება? თქვენ ამბობთ, რომ იდეალური ბედნიერების არ მჯერა, ბედნიერება მუდმივი არა, ის მოდის და მიდის. მაშინ გითხარით, რა არის საჭირო ამ ბედნიერებისთვის, რომ ცოტა ხანი მაინც გაჩერდეს ჩვენთან და ასე არის აროს წინ უკან. გავახანგრძლივ. რა ვიცი, მე მგონი მაინც ხუმრობით თუ გიპასუხებთ. ხო, ალბათ. იდეალური ბედნიერება არის მომენტი, როცა თავს ბედნიერად გრძნობ, არა აქვს მნიშვნელობა, ამას გრადუსი არ გააჩნია. სინამდვილეში იდეალური ბედნიერება ალბათ ესეთი დიდი ტერმინია და მაინც ალბათ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს ვიდრე გარეთ. ძირითადად დღევანდელი სოფლიო თავისი მედიით, თავისი ამდენი ახალი ტექნოლოგიური გამოგონებით, ამდენი კაპიტალით ადამიანს აქცევს რაღაც მომხმარებელ ტიპაჟად, რომელიც მისდევს გარეთ ამ რაღაც ახალ გამოგონებებს, ახალ ერთ მაგალითად გამოდგება მაგალითად Macintosh-ის ნებისმიერი ახალი гаджеტი, რომელიც გამოდის და ამას დაძდებს მილიონობით ადამიანი. აი ნივთების დევნა, კონსუმერიზმი, ესეთი რაღაცა ჭირს სოფლიო საზოგადოებას. გაგიჟება გარეგნულ რამეებზე და ეს ილუზიას ქმნის ბედნიერების. სინამდვილეში
როგორც კი ადამიანი გარეთ რაღაცებს დასდოს, ის რაღაცები მრავლდება და როგორც წესი უკან იწევს და მერე გადის ცხოვრება და ხვდება ადამიანი რომ ტყუილ უბრალოდ ზდია რაღაც არასდროს ღირებულ რაღაცებს, ასე რომ გარეთ არ არის ბედნიერება, ჩემი აზრით, სერიოზულად თუ გინდათ გიპასუხოთ, ადამიანში არის შიგნით. ალბათ სიმშვიდეში, თავის პოვნაში და ის პროფესიის სამსახურში და ასე შემდეგ. მაგალითად ფილმებიც არის მატერიალურის დევნაზე, ხო, უამრავი გადაღებული, რომ მიზნად რომ დაისახავს და რა გზას გადის და რა შევა, რომ ბოლოს ეხა ბედნიერების მომტანი არ არის. როცა აღმოაჩინე რომ ბედნიერი ხარ და უკვე იყო. გაიწია. აი უკვე ის წამი გასული. არა, ვარ კი არა, უცბად ვიყავი გამოდის. მეორე შეკითხვა, ძალიან საინტერესო პასუხით, კითხვაზე, რომელი თანამედროვე მოღვაწე მოგწონთ ყველაზე მეტად? თქვენი პასუხია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის იმისთვის, რომ სამყარო გააუმჯობესოს. მე მაინტერესებს თქვენ თუ გქონიათ ეს მომენტი, როდესაც თქვენ თავს ებრძოდით. ეხლა აბა ადამიანი თავისთავად ზარმაცი არსება. ურჩევნია უსაქმურობა, ურჩევნია სიამოვნებები, კოტრიალი, ძილი. კარგით რა. არ გიფიქრება ერო ხანდახან ეხლა მაინდა-მაინც ეს ჩამონათვალი შეიძლება თქვენზე არ ვრცელდება, რა. თქვენი ვერსია გექნება ციზარმაცის, ხო? ამიტომ რაღაცა ვარიანტი და რაღაც შექმნა ყოველთვის ნებელობით აქტთან არის დამოკიდებული ცოტა კიდეობა უნდა ადამიანს იმისთვის რაღაცა ისწავლოს, რაღაცა ხეთილი ადგომაზე არ არის ლაპარაკი, სერიოზულ რამებზე. რაღაცა გადაწყვეტოს. სერიოზული ბრძოლა. აი როგორც გაირკვა მეც. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი ნების ყოფასთან არის დაკავშირებული და ნების ყოფა იწყება საიდან? საკუთარ თავთან ურთიერთობაში, ხო? ადამიანს რაღაცა გადაწყვეტილება უნდა, მაგრამ ამის გაკეთების ნების ყოფა არ აქვს, რამდენი ვიცით ესეთი. ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი, ეს ხალხია. ვინც ვერ გააკეთა თავის თავთან, ვერ დადგა როგორც საჭიროა და როცა ადამიანი თავის თავს როდის იძახოდნენ ძველ ჩინელები, რომ ვინც მოერევა საკუთარ თავს, ის არის ყველაზე ძლიერი. და თქვენ გჯერათ ნიჭიერი და ზარმაცი, მე არ მჯერა ამის. მე მჯერა ნიჭიერი და დაღუპული ტალანტების მჯერა, როგორ არ ფაქტია. ზარმაცი? რამე კონკრეტული მაგალითი ხო არ გახსენდებათ, რასთანაც აიმართლა ესეთი რა ვიცი, ყველაფერი რასაც ადამიანი ახსოვს, მაინც რთულად ახსოვს, ხო? ნებისმიერ რაღაცა, თქვათ ენის შესწავლა, თქვათ რაღაცა გამოცდისთვის მომზადება, არ ვიცი, რაღაც წიგნის წაკითხვაც კი რომელსაც იწყებ, იმიტომ რომ გესიამოვნოს, ხანდახან გინდება რომ გადააგდო და აღარ დააგდო. ხო, მაგრამ იცით რა მაინტერესებს ხასიათია? ანუ მე პირადად რასაკვირველია მირჩევნია ყველაფერი ეს რასაც ეხლა ვაკეთებ თავისით მოდიოდეს და ამისათვის 13 წელი რომელიც მე 13 წელი ვმუშაობ, ეს ყველაფერი ისე მქონოდა. მაგრამ მე ხო ფაქტერ უქმები არ მიყვარს იმისათვის რომ გონია რომ ძალიან ბევრ რაღაცას ჩამორჩი, მგონია რომ უკვე გამოუსადეგარი ვარ, ამას ვერ ვიტან. ალბათ ეს უფრო ჩემი ხასიათის სიმტკიცეა, იმიტომ რომ ვერ ვჩერდები, უკვე დღერო, მოდის თუნდაც ვარ. თუმცა მე მირჩევნია, რომ რისთვისაც წვალობ ეხლა და რაც მომდის ჩემი წვალებით, მირჩევნია ლომის პოზიციიდან ვიჯდე და თვითონ პროცესის უგულებელყოფა ეხლა, თვითონ პროცესი არ არის სასიამოვნო, რომ მიაღწევ რაღაცას. პროფესიიდან გამომდინარე, ანუ ჩემი პროფესიაში ის ხარჯვა ალბათ არ მეზარება. ელეტრონიკას გულისხმობ თუ? არა, ეს პროფესია. ზოგჯერ მართალია, ზოგჯერ პროცესიც მაგარი სასიამოვნოა, მაგრამ ზოგჯერ პროცესი მაგარი არასასიამოვნოა. აი მაგალითად სიტყვაზე მიქელანჯელო იძახოდა რომ თქვენ რო იცოდეთ როგორ მიჭირს აი იმ საბოლოო კანდაკების დამთავრება რომელიც ესე ძალიან მოგწონთ შეიძლება სულ აღარ მოგეწონოთ რო იცოდეთ ამაში რა განიცდის ალბათ მაგ დროს რა უბედურებაც და წვალებაც გავიარე რომ აი იქ მიმეყვანა იქამდე რაც მე ესე მოგწონთ ო ეს ზუსტად ესე არის რა პროცესი ხანდახან ძალიან სასიამოვნოა ხანდახან ძალიან უსიამოვნოა ნუ დისციპლინა არის საჭირო რა თავი შედეგი იყოს კარგი თავი შრომა კარგი იყო ესეთი კითხვა ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენში თქვენ გაიცით ესეთი პასუხი შიში სიმართლე გითხრათ მე არ ველოდი ამ პასუხს ყველა ადამიანს აქვს ეს გრძნობა და კარგი რაოდენობით ეს საჭიროც არის იმიტომ რომ ევოლუციის პერიოდში როცა ადამიანი განვითარდა და იქცა ადამიანად ეს შიში იყო მის თავდაცვითი იარაღი ინსტინქტი იყო რომელიც ეუბნებოდა რომ აი იქ იმ გამოქვაბულში არ შეხვიდა იმიტომ რომ იქ დიდი ის არის რა ქვია სპილოა რომელმაც შეიძლება რაღაცა დაგიშალოს ანუ ვეფხვი რომელმაც შეგჭამოს ეს შიში ნორმალურია მე ვიძახი შიშს რომელიც ირაციონალური ხდება აი პანიკაში რო გადადის როცა ადამიანს აზროვნების უნარი ეკარგება
და ხდება ინსტინქტებით შეშინებული და რაღაცას რაც იცის რომ უნდა გააკეთოს ვერ აკეთებს ამ პანიკის გამო ალბათ ეგეც შეშგულისხმობთ ისე ეკითხები და პასუხები მე მაინდა-მაინც არ მახსოვს ასე პასუხებიც არ მე მაგ რეკლამის შიში მაქვს ეხლა უფრო მოახლოებულია ვიცი რომ მაყურებელი ინტერესს უყურებს და უკვე ცოტა აზართ შევედი ჩვენ სხვადასხვა იმიტომ რომ მართლა საინტერესოა და ცოტა ხანი ეს შიში დავძლიოთ რეკლამას უყუროთ და დავუძლიოთ ნუ ჩავარდებით პანიკაში სულ რა მოწაფეთ